გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ პაატა გულორდავა ზუგდიდიდან. მთელი ცხოვრება გავატარე ზუგდიდს გარეთ. სკოლის დამთავრების შემდეგ ხარკოვის ავიაინსტიტუტში ვსწავლობდი. მაშინ საქართველოში არეულობა იყო და ჩავრჩი უკრაინაში. ახლა გერმანიაში ვარ. მაგრამ ყოველ ხშირად დავდივარ საქართველოში, სამეგრელოში, უფრო ზუსტად სამეგრელოში დავდივარ ხშირად და რას ვხედავ. ჩემი ბავშვობისგან განსხვავებით, ახლა მეგრული ენა ამოგდების ზღვარსა. ბავშვები მასიურად გადავიდნენ ქართულ ენაზე. ეს დაუშვებელია. რატომ მეგრული ქრება? ხევსურები ხო არ უყანან, ხო გაქრნენ. სხვა რამდენი ხალხი ყავს, რომლებიც გაქრნენ და არაფერი რომ მაგაზე არ ვიცით. ასევე ქრება მეგრული ენა. მეგრული ენა არის ქართული ენის ბურჯი. დღეს დაიკარგება მეგრული, ხვალ აუცილებლად დაიკარგება ქართული. რატომ გვერდით უფრო ძლიერი ენები არიან? ვინ არიან ეს ძლიერი ენები? რუსული ქართულზე უფრო ძლიერია. საბჭოთა კავშირის დროს თბილისელები სვეტობდნენ და რუსულ სიტყვებს ხმარობდნენ. ახლა რუსული ინგლისურით ჩაანაცვლეს. ქართულ ენასაც საფრთხე ემუქრება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მოისმინოთ ყურადღებით, რასაც გეტყვით და შეიგნოთ. ახლა მეგრელი რო ვარო რო თქვა, ეს უკვე სეპარატიზმის სიმპტომებია. რატომღაც თბილისელებს, ქართველებს, ქართლელებს მიაჩნიათ, რომ მეგრული ენის თემის წამოყენება არის სინონიმი სეპარატიზმისა და არის თუ არა ეს ასე? არ არის. რატომ? ჯერ კიდევ მხედრიონის ხეცობის დროს სამეგრელოში ერთი ხმა არავის არ დასცენია, ჩვენ ქართველები არ ვართო. მხედრიონი როგორ მხეცობდა და მაშინ არ ყოფილა ასეთი ლაპარაკი. ახლა მით უმეტეს, როდესაც ცხოვრება პლუს მინუს როცა დალაგდა. რა ხდება სამეგრელოში? სამეგრელოში ახლა მეგრული ერა პრესტიჟული არ არის. რატომ სკოლაში ბავშვებს არ ასწავლიან, ბაღში ბავშვებს არ ასწავლიან. საზრდოს მეგრულ ენაზე ვერ იშოვი, სამსახურს მეგრულ ენაზე ვერ იშოვი და ამიტომ ქართველმა სახელმწიფომ მეგრული ენა გააუფასურა. გააუფასურა და ამავე დროს თავი ჩაიყენა ზუსტად იმ პირობებში, როგორშიც ჩვენ ბავშვობის დროს იყვნენ რუსები. რუსები ჩვენ გარუსებას გვიპირებდნენ. მაშინ ვემხროდით ქართველებს და ქართველებთან ერთად თავი რატომღაც შევინარჩუნეთ. აგერ აფხაზები ხო წავიდნენ ცალკე. წავიდნენ და გარუსების ამოგდების გზაზე არიან. კიდევ 1-30-40 წელი, მაგათგან ბურდღა არ დარჩება. ზუსტად ასეთივე დაემართათ ჩვენს თანამემამულეებს ლაზებს. ლაზები უკვე ამოვარდნენ. ისინი არ არიან. 1-2 მოხიკანებივით მოიძებნება, რომელსაც ცოტა რაღაცა ეხერხება ლაზურად. გუშინ გერმანიაში ვნახე თურქი. ხო და საიდან ხარ მეთქი რო ვეკითხები თურქეთში? მეო ტრაპეზონიდან ვარო და ლაზი ვარო. ლაზური იცი მეთქი? არა კაცო, ლაზური არ ვიციო. რატო არ იცი ლაზური მეთქი და? რა ვიცი, ასე გამოვიდაო. და ამავე დროს გერმანული პასპორტი თუ გაქვს მეთქი, ვეუბნები ამ კაცს და არაო, მე თურქი ვარო. წარმოიდგინეთ, ლაზი ამბობს თურქი ვარო. კიდევ გავა 1-30-40 წელი და აფხაზები იტყვიან მე რუსი ვარო. იყვნენ იქ. ახლა დაუბრუნდეთ ჩვენს მეგრელებს. ჩვენ მეგრელები ვართ. დიახ, ახლოს ვართ ქართველებთან, მაგრამ ჩვენ მეგრელები ვართ და მეგრული ენა ამოგდების ზღვარზეა. ზუსტად ასეთივე სიტუაცია ყოფილა ჩეხიაში. ჩეხური ენა 100 წლის წინ მთლიანად ჩაანაცვლა გერმანულმა ენამ. გერმანული ენა ხომ უფრო ძლიერი და ჩეხებს გაეღვიძათ მაშინ თვითშენარჩუნების ინსტინქტი. დღეს ჩეხოსლოვაკიაში საერთო საზღვარია გერმანიასთან. ყველა ჩეხურად ლაპარაკობს. ჩეხური ენა არის პრესტიჟული და всё, точка. გვერდით სლოვაკები არიან. სლოვაკები თავიანთ ენაზე ლაპარაკობენ. ხო გახსოვთ ჩეხოსლოვაკია რო იყო? ჩეხებმა თავიანთი ენა შეინარჩუნეს, სლოვაკებმა თავიანთი ენა შეინარჩუნეს. ებრაელები ავიღოთ. ურიებმა საერთოდ მკვდარი ენა გააცოცხლეს. ივრიტი ეს ენა უკვე მკვდარი იყო და გააცოცხლეს. რატომ? თურმე საჭირო ყოფილა. რატომ არის საჭირო? ახლა გლობალიზაციის პერიოდია. სოფლიოში ყველაფერი არის გლობალიზირებული და როგორმე თავი უნდა შევინარჩუნოთ. რატომ? ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა იქნება ეს გლობალიზაცია, კარგი იქნება თუ ცუდი იქნება. აგერ
პანდემია რო იყო, ხო იყო გლობალური ამბავი. კი, პროპაგანდისტული ამბავი იყო გლობალური და ყველა დააშნეს, ყველა მოატყუეს, ყველა დააფრთხეს. ჩვენ უნდა გამოვეყოთ, კავკასია მაინც იყო გამოყოფილი ყოველთვის და ახლაც ცოტა ჩვენი თავი უნდა შევინარჩუნოთ. რატომ ხდება ასე, რომ მეგრულის ხსენებაზე ქართულ სახელმწიფოს ეშინია? ეშინია თუ არ ეშინია? დიახ, სეპარატისტი ხარო და მოგაწევენ იარდლიქს, სეპარატისტი ხარ, კარგად მეყოლე. სინამდვილეში სეპარატიზმზე უკვე ავხსენით. სინამდვილეში ეს არის ძველი საბჭოთა იდეოლოგიის გაგრძელება. როდის შეიერთა რუსეთმა ქართლ-კახეთი? სამეგრელო, ხომ ცალ-ცალკე შეიერთა რუსეთმა ქართლ-კახეთი და მერე კიდევ ცალკე შეიერთა. როდის მოხდა ეს? დაახლოებით 220 წლის წინ. 1801 წელს ოფიციალურად შეიერთა ქართლი და კახეთი და კიდევ ცოტა დაგვიანებით 1803 თუ 4 წელს სამეგრელო შეიერთა. როგორ? სამეგრელოს გაბანკროტებული სამთავრო, რომლის ხელმძღვანელი იყო დადიანი, ძალიან მცირე ფულზე მოისყიდეს, ძალიან მცირე პრივილეგიები დაუნიშნეს და სად არიან ახლა დადიანები? დადიანები უკვე არ არიან. 1-2 თუ მოიძებნება სამეგრელოში, მეტი არა. ჩემი მეზობლები იყვნენ და 2 კაცი დარჩა ახლა დადიანებისგან და მეტი უკვე ბურდღა არ დარჩა იმ დადიანის მთავრებისაც. ასეთი გველოდება ჩვენ. ჯერ ამოვარდება მეგრული ენა, მერე ამოვარდება ქართული ენაც. ორივე ენას დაცვა სჭირდება. რატომ მოხდა ასე, რომ მეგრული ენა გახდა არაპრესტიჟული? მე შევედი ინტერნეტში და ინტერნეტში ახლა ბევრი ინფორმაციის მონახვა წუთიერად შეიძლება. რა წერია? თუ კი ენა არ არის პრესტიჟული, მასზე ეკონომიური დამოუკიდებლობა არ შეიძლება მოიპოვოს ადამიანმა, მაშინ მაგი ხდება არაპრესტიჟული. ზუსტად ეს გჭირს ჩვენი ენა ახლა არაპრესტიჟულია. მეგრულმა ფსევდოინტელიგენციამ იუკადრისა თაგვობა, ხო და ღამურებად იქცნენ. ახლა სკოლაში ყველა ქართულად ლაპარაკობს. არადა ჩემი ბავშვობა მახსენდება. მე როცა სკოლაში დამიყვანეს ინგლისის ინტერნეტში ვსწავლობდი, ახლა მაგისგან ბურდღა არაა დარჩენილი. ძალიან გამიჭირდა ქართულ ენაზე შეთვისება. რატომ? ჩემი არ იყო. მე მეგრულად ვიზრდებოდი. თბილისში გადამიყვანეს სკოლაში. მერვე კლასიდან თბილისში კომაროვში ვსწავლობდი და ისეთ რა არის? კი, ზუგდიდში ქართულად იყო სწავლება, მაგრამ მთლიანად როდესაც ქართულ გარემოში აღმოჩნდი, ისევ გამიჭირდა, ისევ დამეძაბა ფსიქიკა. კომაროვის შემდეგ ხარკოვის ავიაინსტიტუტში ჩავირიცხე და იცით, ისევ ერთი და იგივე, ისევ დამეძაბა ფსიქიკა. ძალიან მიჭირდა მეგრულიდან ქართულზე გადასვლა, ქართულიდან რუსულზე გადასვლა, ახლა გერმანიაში ვარ. ფეხებზე მკიდია. სულ არ მაინტერესებს გერმანული, რატომ შვენივრად გრძნობ თავს იმენებით, რომლებიც მაქვს. არ ვსწავლობ გერმანულს, არ მინდა, არ ვისწავლი. რატომ? ინტერნეტის დრო არის, აგერ ყველა ენის თარჯიმანი. რატომ არის რომ საქართველოში მიაჩნიათ რომ მეგრული ენის ხსენება ეს არის საშიში და სეპარატიზმი? სეპარატიზმი რატო ეშინიათ და იმიტომ რომ პროფესორმა სეკულსკიმ უნივერსიტეტში სწავლების დროს აგვიხსნა რომ არიან 2 ტიპის სახელმწიფოები. პირველი ტიპის სახელმწიფოები, რომლებიც ემსახურებიან თავიანთ ხალხს და მეორე ტიპის სახელმწიფოები, რომლებიც ემსახურებიან თავიანთ თავს. პირველი ტიპის სახელმწიფო ყველაფერი გასაგებია. სახელმწიფო დაქოქილია რომ თავის მოსახლეობას მოემსახუროს, მაგრამ აი ეს მეორე ტიპის სახელმწიფო, როგორც იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც დაიშალა და არავის არ ენანება, ეს არის დაქოქილი საკუთარი თავის მომსახურებაზე. მთელი ადმინისტრაციული ორგანოები თხოვლობენ ცნობას, ქაღალდებს, ამას, იმას, ჯარიმებს. მოკლედ ეს სახელმწიფო არ არის ჯანმრთელი სახელმწიფო, მაგრამ ასეთი სახელმწიფოები არიან. ახლა რუსეთი ზუსტად ასეთი სახელმწიფოა. ახლა უკრაინაც ასეთი სახელმწიფოა. ქვეყანა ომობს და ხალხი გარბის. ასეა. მაგრამ დასავლეთ ევროპის ქვეყნები უკვე მიიწევენ პირველი ტიპის სახელმწიფოების მხარეს. ფინეთი, შვეცია, ნორვეგია,
გერმანია, დანია, ეს სახელმწიფოები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიანთი მოსახლეობა დაიცვან ეკონომიურად, ყველა მხრიდან დაიცვან. ჩვენ ახლა მეგრელებს დაცვა გჭირდება. რა გვაქვს გასაკეთებელი? პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავიწყოთ მეგრული ენის პოპულარიზაცია. სად? თვითონ მეგრელებში. ერთი თაობის განმავლობაში ფოთი უკვე გაქართველდა. ფოთი მეგრული არ არის. ფოთი არის უკვე ქართული. ქორთუეფრენა. ჩვენ ვარ უკვე. ახლა დრო ზუგდიდზე მოვიდა. ზუგდიდი უკვე გაქართველების გზაზეა. ხო და მეგრელი ბავშვები ლაპარაკობენ ესეთი მეგრული საშენელი კილოთი, რომ დასაცენია. ჩვენ ისტორია არ გვაქვს. რატომ? ჩვენმა მთავარმა, ბოლო მთავარმა დადიანმა ჩვენი ხალხი პატარა პრივილეგიებზე გაყიდა. ახლა შევიდეთ ზუგდიდის მუზეუმში. რა ხდება ზუგდიდის მუზეუმში? არაფერი არ ხდება. ადრე რაღაც ეთნოგრაფიული მუზეუმით იყო ჩემ ბავშვობის დროს და ახლა იმ ადგილას, სადაც გლეხური ქოხი იყო, იქ ეკლესიის ნივთები დევს. რა საჭიროა ზუგდიდში ეკლესიის ნივთები, როდესაც გვერდით ეკლესია არის, გადასცენ იქით. მე ნოემბერში სტუმრები ჩამოვიყვანე გერმანელები და რო შევიყვანე ზუგდიდის მუზეუმში არ მომეწონა. რატომ? რელიგიური ფანატიჩკა კითხულობდა ლექციას. კიდე რო არის რელიგიური ფანატიკოსი ხალი იყო. ჩვენს ისტორიაზე არაფერი არ წერია, არაფერი არ არის. რატომ? ბერძნები რო არ ყოფილიყვნენ, გვეცოდინებოდა კი ოდესმე, რომ კოლხეთში ოდესღაც რენესანსი იყო, რომ კოლხი და რომ იყო. ეს არგონავტები ბერძნებმა გვითხრეს, თორე ჩვენ კი არ ვიცოდით. ჩვენ ისტორია არ გვაქვს. არ გვაქვს. რაც ვიცით ისტორიაში, ვიცით დადიანის დროიდან. რა ხდებოდა სამეგრელოში თამარ მეფის დრო? არ ვიცით. ვახტანგ გორგასალის დროს რა ხდებოდა? ესეც არ ვიცით. უფრო ადრე რა ხდებოდა? ესეც არ ვიცით. სად არის ჩვენი მუზეუმი? ისტორიული მუზეუმი ხო გვაქვს? ხო და ეს მუზეუმი არაფერ შუაში არაა. ეს მუზეუმი არის ერთი მხრივ რელიგიური ნივთების საწყობი და მეორე მხრივ კიდევ ბონაპარტის მასკა არის. ის მასკა რო არ იყოს საერთოდ არაფრად არ ღირს ეს მუზეუმი. ახლა რაც შეეხება მეგრულ საზოგადოებას, სამეგრელოზე არჩევნების წინ ახსენდებათ მეგრელ დეპუტატებს. მაშინ იწყებენ ყვითლიძეები, შიშკები და მსგავსი პოლიტიკური გაერთიანებები მეგრულად ლაპარაკს, თორემ ახლა რატო არ ლაპარაკობენ? ახლა მაგათი ბურდღარა. მეგრელი დეპუტატები ძალიან იაფასიანები არიან. ყველა ძალიან მცირე გასამჯლოზე იყიდება. ახლანდელი მეგრული მთავრობა ჩვენთვის არა. რისთვისაა? ესენი არიან, როგორ ვთქვათ, შტრაიკბეიხერები და ლუკმენები. ასეთი მთავრობა ყავს ახლა ჩვენ არა და ამოგდების გზაზე ვართ. ამავე დროს მინდა გითხრათ და აგიხსნათ, რომ ყველაფერი ამით სარგებლობენ რუსები. რუსები ჩვენზე უფრო განათლებულები და ჩვენზე უფრო შეძლებულები არიან. ალბათ მიაქციეთ ყურადღება, მეგრულ ენაზე რამდენი გადაცემა დაიწყო გალიდან. მეგრულ ენაზე ლაპარაკი გალიდან დაგვიწყეს, ეს რუსების ხელია. ხო და თუ კი ასე გაგრძელდება და ჩვენ ქართული საზოგადოება მიგვიღებს როგორც ასიმილაციის მასალას, თვითონ ქართული საზოგადოება დგება რუსების და თურქების როლში. მე ასეთი არ მინდა. ყველაფერ დანარჩენს მე გავაგრძელებ ჩემს ნაწერში, რომელიც იქნება ამ ვიდეოს ქვემოთ. მადლობთ.